მეცნიერებთან მიდის ცალკე, თან უახლოვდება რელიგიას და რაც უფრო უახლოვდება, მისთვის არის უკეთესი. ნიუტონმაც თქვა, რომ ეს არის ერთი ოკეანის ორი შენაკადი, რომელიც ერთმანეთს ავსებს ინფორმაციულობად წვენა და ცოდნა, როცა ეს ტექნოლოგიური რევოლუცია მოხდა და გრძელდება, უბრალოდ რელიგიისთვის თითქოს ადგილი არ ვრჩება, არა და მე მგონი ყველაზე მეტი რელიგიურები ახლა უნდა ვიყოთ იმ კუთხით, რომ ძალიან ისეთ რთულ და მაცდურებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც არ ვიცით რამ შეიძლება სად ჩაგვაგდოს. სამშაბათს 20 საათზე გადაცემა ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. ერთი უჯრედი, როგორც ერთი სახელმწიფო, სადაც არის ცენტრალური მმართველობა, სადაც არის პერიფერიული მმართველობა, მესაზღვრეები, ტრანსპორტი, პოლიცია, ჯარი, აი ნუ სახელმწიფოა. და ამ სახელმწიფოში სასწაულები ხდება ერთ მიკროსკოპულ უჯრედში. ეს ამის ყველაფრის ორკესტრირება და სისტემაში მოყვანა. ხანდახან ვფიქრობ, როგორ შეუძლია ადამიანს წარმოიდგინოს, ეს ყველაფერი თავისით შეიძლება გაჩენილიყო, თავისით შეიძლება შექმნილიყო ამ სამყაროში და ამას არ ყავდეს რაღაც წარმოუდგენლად გონიერი შემოქმედება.